ნუ ფიზიკურად და ფაქტიურად ჩვენ შევედით ევროკავშირის საბაჟო სისტემის წევრები გავხდით სრულყოფილი და გვაქვს ელექტრონულად წარმოება კონკრეტული ვალდებულება ელექტრონულად წარმოება გამოხორციელოთ კონკრეტული დოკუმენტაციის, ხო? მაგალითისთვის უფრო ვისაც ამ საქმესთან შეხება ქონია ნათელი რო იყოს თუ წინა წლებში და წინა პერიოდში ევროპის მხარეს, როდესაც მივდიოდით, ხსნიდით საქართველოში ტირწიგნაკს, ეხლა უკვე ტირი აღარ გვჭირდება, ხო, ელექტრონულად ხდება ეს ყველაფერი. NCTS-ი არის ესეთი პროგრამა, რომელშიც მუშაობთ. გვაქვს შესაბამისი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც იტვირთება ეს შესაბამისი მონაცემები, რაც იქ სავალდებულო არის და აღარ გვიწევს, ხო, დამატებით აქამდე როგორ იყო, რომ გავხსნიდი ტირს თურქეთამდე, თურქეთში ჩავდიოდი, თურქეთის საბაჟოს იმ ელექტრონულად ახორციელებდა, იქ კიდე ცალკე დამატებითი ხარჯი ქონდა, აქ ტირის ხარჯი ქონდა და ორმაგი გამოდიოდა ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ძალიან კარგი რამ მოხდა ის, რომ გავხდით ამ ერთიანი საბაჟო სივრცის ნაწილი და ჩვენც უკვე შეგვიძლია როგორც საწყის პუნქტად, ასევე აზიისთვის საბოლოო პუნქტად აი ამ საბაჟო სივრცის ჩამოყალიბდით. ხო, როდესაც პირობითად ხა გერმანიიდან ყაზახეთში მანქანა მიდის, საქართველოში აუცილებლად უნდა დაიხუროს ეს პროგრამა, ხო? ხო, საბოლოო წერტილი ევროკავშირის საბაჟო სივრცის არის საქართველო და აქედან მერე უკვე უნდა გაიხსნას ის ტირი და წავიდეს ისე ყაზახეთის მიმართულებით.